შემოგვიერთდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი დეკანოზი ბიძინა გუნია. დილამშვიდობისა მამა ბიძინა. ღმერთმა გაგახაროთ დილამშვიდობის. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვისაუბროთ: სიცოცხლე, თავისუფლება, ცხოვრების წესი და განათლება. ძალიან რთულია 25 წუთის განმავლობაში დაახლოებით რაც გვაქვს თქვენთან სასაუბრო ამ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გააზრება, გავრცობა, თუმცა შევეცადოთ რომ გავმარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის რა არის სიცოცხლის და თავისუფლების მთავარი არსი, რამდენად სწორად ესმის ეს მართლმადიდებელ ქრისტიანს, როგორია ცხოვრებისა და თავისუფლების მიმართ ადამიანის დამოკიდებულება. ყველას ინდივიდუალურად ესმის ბუნებრივია, თუმცა სინამდვილეში რა არის ჭეშმარიტი აზრი თავისუფლებისა და სიცოცხლის შესახებ რომ გავმარტოთ. უბრალოდ სკოლისა შევნიშნავ რაღაც მიჯნაზე ვდგევართ 2025 წელი იწურება 2026 იწყება ბუნებრივი არის საზეიმო განწყობა მაგრამ არ უნდა დავავიწყდეს რომ ჩვენ მარხულობთ და შოუების უდიდესი დღესასწაულის მიგებებისთვის ვემზადებით და სწორედ ამ ჭრილში აღნიშნავთ რომ ყველაზე ღირებული რაც თითოეულ პიროვნებას აქვს და ზოგადად სამყაროში ეს არის სიცოცხლე. როცა სიცოცხლეზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლეს გულისხმობ. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. როგორ გვესმის ჩვენ სიცოცხლე? დაბადებიდან გარდაცვალებამდე და დასრულდა ყველაფერი გაქრა თუ დაბადებიდან მარადიულობისკენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ქრისტიანები მართლმადიდებლები სწორედ დროში მარადიულობაში ვჭრედთ. და სიცოცხლე, ანუ ამ ქვეყნიური ცხოვრება ძალზე მნიშვნელოვანია მარადიული ცხოვრებისთვის სამზადისის კუთხით. რას გულისხმობ? საფრთხო ისტორია გვაუწყებს თუ როგორ შექმნა ღმერთმა უხილავი და ხილული სამყარო. პირველი ადამიანები ადამი და ევა როგორ დაასახლა ისინი დაადგინა სამოთხეში ედემის ბაღში, როგორ მოხდა ცოდვით დაცემა. ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის არის შექმნილი. ჩვენ ქრისტიანები უკვდავებისკენ მივემართებით და სწორედ ამიტომაც შემდგომად ცოდვით დაცემისა და კაცობრიობის ერთობ განშორებისა უფლისაგან საჭირო გახდა იესო ქრისტეს განკაცება. ერთ საინტერესო დეტალს მინდა შევეხო. პრობლემათა სათავე იწყება მაშინ, როდესაც ქმნილებათა გვირგვინი გულისხმობ ადამიანს, ვერ შეიმეცნებს ღმერთს. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. როგორ არ მინდა ამის თქმა, მაგრამ მაინც ვიტყვი, სრული დაბნელება გონების და ფსალმური სიტყვები გამახსენდა, სხვა უგუნურმა გულსაშინათვისა არ არის ღმერთი. როგორც კი ადამიანი თავის გულში და თავის გარშემო და ამ ქვეყანაში ღმერთს აღმოაჩენს, ის უკვე გამოცოცხლებისკენ, გამოფხიზლებისკენ მიდის და მის სიცოცხლეს განსაკუთრებული მნიშვნელობა და საზრის ენიჭება. ის ცოცხლობს იმიტომ, რომ შემდგომად გარდაცვალებისა მარადიულობაში გადაინაცვლოს. ამიტომ ეს არის საოცარი სიტყვა გარდაიცვალა. კი არ გაქრა, დამთავრდა, მორჩა, არამედ პირიქით გარდაცვალებიდან ყველაფერი იწყება. ის მის კითხვა რა იწყება? სწორედ ის რაც განიგულა უფალმა თითოეული ადამიანისათვის. მარადიული ნეტარი ცხოვრება. თუმცა ეს ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული. ვიცით რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და ხატების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი თავისუფალი ნება. აი რას ისურვებს? უფალი მოგვიწოდებს, მოვედი ჩემ და ყოველნი მაშრალი და მძიმენი და მე გაანგისვენო თქვენ. ადამიანის ნება მივა თუ არა მასთან, მიიღებს თუ არა კურთხევას. როდესაც ჩვენ წირვალდოსვას ვესწრებით, წირვის ბოლოს ეგრეთ წოდებული ამბიონის ლოცვა იკითხება, სადაც ასეთი სიტყვები გაჟღერდება, რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენ და უფალო და არ შემგრძელდება. აი გვინდა ჩვენ უფლისგან კურთხევის მიღება, გვინდა ჩვენ ღვთისგან დალოცვა, გვინდა სიცოცხლის მარადიული ნეტარების თანაზიარად ყოფნა,
ეს ჩვენზე დამოკიდებული. ასე რომ სიცოცხლეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ მნიშვნელობის ცენტრი მარადიულად უფალთან მადრის მიერ ერთობაში მდგომარეობს. რა შემთხვევაში შეიძლება დაგვიანდეს, შესაძლებელია თუ არა ის აღმოჩენა, რაზეც ახლა საუბრობდით მომბიძინა, კლონების განათება შეიძლება თუ არა ადამიანს ოდესმე დაგვიანებულად ჩაეთვალოს, რომ ვერ აღმოაჩინა მან თავის დროზე ღმერთი, შეიძლება თუ არა რომელიმე პერიოდი მივიჩნიოთ ასე ადამიანის ცხოვრებაში. ამას შეითქვერას დაასახელეთ თავისუფლების გაგება გვეხმარება. რა შემთხვევაში ვარ ჩვენ თავისუფალი? რას ნიშნავს თავისუფლება? რაც მინდა, რაც მსურს, ეს არის თავისუფლება? მაგალითად ყავს მოხუცი მშობლები, მე მაქვს ვალდებულება, უნდა მოუარო მათ. მე მაქვს ვალდებულება უფლისადმი, ქვეყნისადმი. ანუ ჯვრის მტვირთველობაშია თავისუფლება. უფალში მიიღწევა ჭეშმარიტი თავისუფლება. აკი ბრძანებს უფალი მოგვიწოდებს უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდექ მე. აი აქ მიიღწევა თავისუფლება. და როდესაც ადამიანი ცხოვრობს ისე როგორც ეს დაუშვათ, აი მამაო ჩვენოში არის იყავნება შენი ვითარცა, წაწაში მე ფრაგმენტს მოვიხმობ. და როდესაც შენ გამსჭვალული ხარ ადამიანი აი ამ მიმართებით უფლისადმი და თავისუფლებასთან ერთად ეს მის მოუწმიდესობამ შეგვახსენა მრავალგზის, იცი შენი მოვალეობები გარდა უფლებებისა, იცი შენი პასუხისმგებლობა, აი აქ უკვე ჭეშმარიტ თავისუფლებას შეიმესება. თუ ქრისტეში მოიძიებ თავისუფლებას, იქნები ძალიან ბედნიერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ხოლმე მომბიძინა რატომაც ადამიანი თითქოს დროს ეწინააღმდეგება, ხანდახან არის რომ საერთოდაც არ უნდა დროის არსებობა რომ გაიაზროს კარგად. ყოველთვის გგონია რომ გვაქვს საკმარისად დროს, აი იმისოთ რომ თუნდაც იგივე ახსარება ჩავაბაროთ, რაღაც გამოვასწოროთ და ასე შემდეგ. ეს პასუხისმგებლობები, ვალდებულება რაც ადამიანს გააჩნია, ხომ? ესეც გარკვეულწილად შეიძლება გადავადებული იყოს რაღაც დროით და ადამიანს არასოდეს არ აქვს ალბათ იმის განცდა, ну ზოგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველას ალბათ არა, რომ შეიძლება ხვალინდელი დღე ადამიანს არ გაუთენდეს, ასე ვთქვათ. შესაბამისად დღეს უნდა მოვასწრომე ყველაფერი, ამ დღევანდელი დღით უნდა იცხოვროს ადამიანმა და არა ხვალინდელი დღის მოლოდინით. ხო რა თქმა უნდა, კარგია რომ ხვალინდელი გეგმებიც გქონდეს ადამიანს დაუცილებელია, თუმცა უფრო უპირატესი დღევანდელი დღეა. აი ეს რომ გავააზრებინოთ უკეთ ადამიანს, რა არის მთავარი დროის თვალსაზრისითაც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საოცარი შეგონება მინდა გავიხსენო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ასევე ვასწავლოთ ადამიანის მოვლენების სულიერი აღქმა. ადამიანი ამბობს, მე ვერ ვასწრებ, არ მცალია ტაძარში მოსასვლად, მე ვმუშაობ, ეს მიზეზი მაქვს, ის მიზეზი მაქვს და ასე შემდეგ. ეს არგუმენტი არ ასახავს მის სულიერ მდგომარეობას, რეალობას. რეალობა რა არის? რომელიც თუნდაც უფლის ერთ-ერთი იგავში არის წარმოჩენილი. ზანებს უფალი გამოვიდა მთესვარი თესვად და ერთი მარცვალი დავარდა შარაგზაზე, მეორე კლდოვანზე, მესამე კალბარდში, მეოთხე ნოყიერ ნიადაგზე. ღვთის სიტყვა შენთვის სად დავარდა? თუ გზაზე, ეს არის შენი ცხოვრების წესი. რა შვაშია დრო არ გაქვს? დრო იმიტომ არ გაქვს, ერთი პიროვნება ამბობდა, ესასწაულზე იმიტომ ვერ მოვედი, რომ დილის 7 საათზე მოვედი სახში, მე ჩამეძინე და ვერ მოვედი, მაგრამ ეს ხო შენ დაგეგმე ყველაფერი. აი იმიტომ არის დღევანდელი დღე ყველაზე მთავარია, მაგრამ მე რო ვიცი რომ შობის დღესასწაული მელოდება რამდენიმე დღის მერე, რო ვიცი რომ მარხვა საჭირო უნდა გამოვსწორდე. ანუ მოვლენების სულიერი ხედვა. ეს ყველაფერი უკავშირდება სიცოცხლეს, ეს ყველაფერი უკავშირდება თავისუფლებას. თუნდაც აი ერთი კვირის წინ წავიკითხეთ ჩვენ უფალმა სერი გაშალა სახარებაში და მოუწოდა ადამიანებს. ერთმა თქვა, მე ხარუღელი ვიყიდეო და გავსინჯო, ვერ მოვალო. შენდობა ითხოვა. მეორემ თქვა, მე აგარაკი ვიყიდე და ნახო, მესამე მცოლი მოვიყვანეო და შემდეგ. კი, მაგრამ სად არის უფლის მიერი მოწოდება, უფლის სიყვარული სად არის? აი როგორ უნდა გავიგო, მე მიყვარს თუ არა უფალი?
თვითონ უფალება გვეუბნება, ვისაც უყვარდე მე სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს და იმავე წინადადებაში ყველაფერი შეადრეალა და თქვა და ვისაც მე არ უყვარდე სიტყვანი ჩემი არა დაიმარხნეს. უფალი არ გვეუბნება 10 მცნებით ეგ დღესაც შენ იქ უნდა საქმე და შენ და იგი მეშვიდე. რას ქვია კვირას არ მივიდეთ. გასაგებია, როდესაც სამსახური მაგ მორიგე ვარ ექიმი სპეციალურად ესე სამუშაო მაგ გასაგებია, მაგრამ ეს ყველასთვის ყოველთვის ესე არ არის. მე თვითონ განსაზღვრა მაგალითად ნაცვლად იმისა, რომ დილას კვირას წავიდე ტაზარში და ამისთვის მოვიმზადო კიდეს, პიკნიკზე მივდივარ. ან კარგად გამოვიძინებ. მე ვაკვირდები ერთ საოცარ ასე იგი მდგომარეობას, რომ ჯვრის წერას არჩევენ შაბათს. ერთხელ დავინტერესდი და 99% პასუხი მივიღე რა, რომ მეორე დღე დასვენება, მე ნამცეცობაზე მივალ, პახმელია და აი კვირას რო ჩავატაროთ, ესე იგი როგორი აღრევა, ეს არ არის სულიერი ხედვა, ეს არის გამიწიერებული ხედვა. დიახაც ამ ქვეყანაზე ჩვენ გვჭირდება გარჯა, გვჭირდება ესე მოქმედება, ეს ეხება ოჯახში ქმედებას, ეხება ესე იგი სახელმწიფოში ქმედებას, მაგრამ სულიერი არ უნდა გაგვიხსნეს აკი ბრძანებს უფალი, ეძიებდით პირველად სასუფეველს ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ყველა იგი შეგეძინოთ თქვენ. ანუ ღვთის სიმართლეს სასუფეველს უნდა ვეძიებდე, აი სწორედ რაც სიცოცხლეს, რაც თავისუფლებას, რაც ცხოვრების წესს. ცხოვრების წესში რას გულისხმობ იზით რომ დიახაც 6 დღე უნდა ვაკეთო ჩემი საქმე. დიახაც ახალგაზრდა ხარ, სპორტით იყავი დაკავებული, კარგია ცურვა და ასე შემდეგ, ჭადრაკი, კარგია. კარგად უნდა ისწავლო. და ასევე განათლება ბრძანეთ თქვენ, სულიერი განათლება არის მნიშვნელოვანი. როდესაც ადამიანმა ისიც კი არ იცის ტაზარში მოსულმა რა სახარება იქნა წაკითხული, შენ არ ზგულისხმობ, დავუშვათ შობის დღესასწაულზე. დიახ. და ერთი სიტყვა ვერ გავიგე, მაგრამ სად ვარ მაშინ? რას ვაკეთებ? ეს განათლება ასევე გულისხმობს სულიერ განათლებას. მადლობა უფალს, რომ ბოლო 3-10 წელზე მეტია სასულიერო აკადემიები გაიხსნა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის საკურთხევით. სემინარიები, გიმნაზიები და ახალგაზრდობას მათ შორის ხანდაზმულ ადამიანებსაც აქვს საშუალება სასულიერო განათლებას, ესე იგი, გაუსწორონ თვალი. და ვინც სემინარიაში არსებობს ან გიმნაზიაში განა ისინი დაკლებული არიან, ყოველივე ის რაც ადამიანს ცხონების სჭირდება, შაბათს, საღამოს, კვირას, დილას წარმოდგენილი, აი მაგალითად დიდი მარხვა რო იწყება, ჩვენ ვკითხულობთ წმინდა ანდრია კრიტელის სინანული დიდ კანონს. გარდა იმისა, რომ იქ მოწოდება ქრისტიანული ცხოვრებისკენ, განცდისკენ თავი ჩადენილი დანაშაულის, არამედ წმინდა საამების დოგმატია გახსნილი. საუბარია იესო ქრისტეს ორ ბუნებაზე, თიშობლის, ესე იგი, უბიწო ჩასახვის და ასე შემდეგ, ყველაფერი წარმოჩენილი. მახსენდება უფლის სიტყვები, თვალ ასხენ და ვერ ახედა, ორ ასხენ და არა ესმით. დიახ. მამაბიძინა, აი ძალიან საინტერესო მნიშვნელოვან საკითხს ესაუბროთ. მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ ზოგადად აკადემიების, სემინარიების არსებობის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საერო პირებისთვის განათლება ახსენეთ, რამდენად უნდა გქონდეს სასულიერო განათლება, სულიერი განათლება ადამიანს იმისათვის, რომ აი ეს სწორი ცხოვრების წესი აირჩიოს შემდეგ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. აუცილებლად იცით, რა თქმა უნდა, ყველა სემინარიაში, აკადემიაში და გიმნაზიაში ვერ ისწავლის, მაგრამ ყველას აქვს საშუალება დილის და საღამოს ლოცვები წაიკითხოს. ყველას აქვს საშუალება მოძღვრის კურთხევით ფსალმოთა ჯგუფში ჩაეწეროს. არის საკვირაო სკოლები. კატეხიზაციას გადიან, მოусმინე ქადაგებას, მოусმინე მსახურებას, ყველაფერი აქვს წარმოდგენილი. არაფრით არ ახარ დაგლებული, თუ ყარ ყურადღებით, დავუშვათ სიტყვაზე, არ იცი სწავლება ანგელოზ და ანგელოზურ ძალთა შესახებ. სპეციალური დღესასწაულები კარგად მოისმინე, წაიკითხე ქადაგებები, მოусმინე პატრიარქის ქადაგებებს, წმინდა მამები დღეს შესაძლებლობა ყველანაირი წიგნი წავიკითხო. ჩართე კომპიუტერი, მოიძიე წმინდა მამათა განმარტებები ანგელოზურ ძალთა შესახებ და ბევრ ამის გაიგებ. ტყუილ არ ვახსენე ანგელოზური ძალები, როდესაც მარადიულობაზე საუბრობ, დიახაც აქვე უნდა შევეძლოს
მიღმულ სამყაროს ბინადართა, ესე ვთქვათ, წმინდანთა, წმინდა ანგელსთა დაზგულისხმულ წმინდანებთან ურთიერთობა, ლოცვითი ურთიერთობა მადლის მიერ. თუ ამის გამოცდილება მე მაქვს, ესე იგი, ძალიან მცირე, იქ ძალიან გამიჭირდება და სამწუხაროდ იცით რა მოხდება? მიღმულ სამყაროში ასევე არიან დაცემული ანგელოზები. როდესაც ბუდის მოიხდი, ბილდ სიტყვაობს ადამიანი, როდესაც იცოდებს ჩადის ეშმაკნი ემღერნია და აქ გამოცდილება დაცემულ ანგელოზებთან ურთიერთობის, მათთან თანაზიარების და იქნება იქ რისი გამოცდილებაც აქ, ასე რომ ამისთვის არსებობს აღსარება, სინანული, მაპატი მამა უფალს უფლის წინაშე ვაღიარებ ჩემ წოდებს, იცით მე ტყუილი ვთქვი, არ უნდა მეთქვა. არ არის აუცილებელი ეს ტყუილი მოყვე იქ. ცუდი სიტყვა წამომცდა, ამპარტავანი ვარ, როგორ უხარია ნათლის ანგელოს, შენს ფარველ ანგელოს და უფალს, რა თქმა უნდა, როდესაც შენ გიყურებს, უფალმა ზეცით გარდა მოიხილა არის თუ ვინმე გულისხმის ყოფილ და გამომეძებელ ღვთისა და გერ მოვიდა ადამიანი და აღსარებას ამბობს. უფალმა ყველას ყველაფერი მისცა, რათა მარადიული ცხოვრება დაემკვიდროს, რათა ღვთიურ ნათელს დაუვალ ნათელს ეზიაროს და თლიანად თანაზიერი გახდეს მისი ჯვარცმისა და იმ ნაყოფისა, რაც ამ ჯვარცმა მოიტანა. და ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სწორედ შემდგომ აირჩევა მარადილ სამყოფელში უფლის მარჯვენი თვითგებით, თუ როგორი იქნება ჩვენი ყოფილება. ნახეთ, უფალი გვეუბნება, რასაც იქმოდე, გულითად იქმოდე, ვითასა ღვთისა და რეთასა გასდა. მე მახსოვს ხო უფლის შეგონებები, ვიცი 10 ცნება, ვიცი 9 ნეტარება, ვიცი მამათა შეგონება, ვიცი სწავლება ეკლესიური და არჩევანი მაქვს. აქ წმინდა მამები მეხმარებიან. ეხლა უცბად გამახსენდა წმინდა იოანეს სინელი, კიბის აღწერილი, მისი 30 საფეხური სულიერების და ბრძანებს წმინდა მამა ორ ბოროტებას შორის გეუბნება შვილო, ნაკლები აირჩიე, რახან შენ არჩევანის წინაშე დადექი. და ესეც მე უნდა გამოსწორდეს, სხვანაირად არ იქნება. აი ეს არის სულიერი ხედვა. დიახაც მე იმიტომ კი არ ვაკეთებ სიკეთეს შენდამი რომ მე ვთქვა რომ აი მე 10 ჯერ მას გავუკეთე სიკეთე და ერთხელაც მე არ დამიმ არ არის საჭირო. გააკეთე სიკეთე უფალი არ დაგიკარგავს ამ სიკეთეს, სიკეთე შენთან დარჩება. კეთილი სიტყვა შენთან დარჩება. აკურთხევდით მაწყევართა თქვენთან. აი ეს არის უფლის გზა. სასუფეველი ცათა იძულების. აი ეს არის სწორედ სულიერი განათლება და არ არის აუცილებელი რომ სემინარია დაამთავრო. რა თქმა უნდა თუ ამის შესაძლებლობა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ახალამას შევეხეთ დიდი ღვაწლი დაგვდო მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ. აი 25 დეკემბერი ჩვენთვის წმინდა სპირიდონ ტრიუმფალური საინების დღეს 48 წელი ჩვენი პატრიარქი ხინძღვანელოს და ეკლესიის როგორი აღორძინება, როგორი ერთსულოვნება, როგორი შეგონებები. აბა ყველაფერი გამზადებულია. ამ წუთში გამახსენდა იგავი 10 ქალწულზე, 5 ბრძენი, 5 სულელი, ესეც სულელგან ეს ყველაფერი იკითხება ტაძარში. და უფალი პირდაპირ გეუბნება, რომ ნუ მიემსგავსები სულელ ქალწულებს. აქ ქალწულებში მაინც და მაინც გოგონა და ის არის გულისხმობა ადამიანი, რომელიც უფლისკენ გზაზე მიდის, აქაც ყურადღებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მე რო გითხარით ერთი კვირის წინ სიტყვები იყო მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედი რჩეულ, რაოდენ მნიშვნელოვანია იცით, რომ ადამიანი მოინათლოს. ანუ სულიერი შობა მისი. ესე იგი, დაბადების დღე ყველას განსხვავებული გვაქვს წელი, რიცხვი, თარიღი, ან ემთხვევა. ნათლობის დღე ბევრმა არ ვიცით ჩვენი ამ დროს ეს უფრო უპირატესია. ძალიან მნიშვნელოვანია და ნათლობის შედეგად ჩვენ ეკლესიის წევრი ხდებით უკვე და მადლის მიერ ერთობაში ვართ. მაგრამ საერთო გვექნება მესამე დაბადების დღე, ეს არის საყოველთაო მტრეთი დაუდგომა. საშნელი სამჟევრო. აი ამისთვის უნდა მოემზადო. ამისთვის არის ღირებული ამ ქვეყანას სიცოცხლე. ამისთვის არის სიყვარული, ღვთისა და მოყვასისა. დიახაც ყველაფერი ავარდით არ არის მოფენილი, მაგრამ ეკლესია გვასწავლის ჩვენ. შენ შეგემთხვა განსასწრელი, მადლობა შეძირე უფალს. სიკეთეს მიახლე,
მადლობა შეწირე უფალს ეს შენი ესე იგი როდესაც სიკეთისთვის მადლობას ირა უფალს ეს სიკეთე შენთან რჩება და როდესაც განსასწრებისგან კიდე მოიკრებ ზალებს და ეუბნები ღაღნე უფალო მადლობა შენი ვარ მაცხოვრე მე უფლის ისე ჩვენი პატრიარქის სიტყვები ცუდი ვარ კარგი ვარ მაგრამ შენი ვარ ამ დროს გაძლიერებს უფალი და ეს განსასწრელი უნდა დაფიქრდე რატო შეგემთხვა იმიტომ რომ შენ გამოსწორდე მეტი არაფერი უფალ ძალიან უყვარ ხარ და სიტყვით რო ვერ შეგაგონა იქნებ განსასწრელი აკი ფსალმონის სიტყვებშია ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი რომელთა თან არ არის გულისხმა ჭიმითა და აღვირითა უქცივნე ღაწვნი მათნი რომელშენ შენ არ მოგენ უფალს ყველა უყვარვართ თითეული ადამიანის სიცოცხლე ერთი ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო ღირებულია უფლის წინაშე ვიდრე თელი კოსმოსის სიმდიდრე დედამიწას არ დავჯერდები თელი იმდენად დიდია იმიტომ რომ ქმნილებათა გვირგვინია ადამიანი დიახ აქ არ არის მხოლოდ ბუნებრივია საუბარი სკოლასა და წიგნის კითხვაზე განათლების მიღების პროცესში მამაბიძინა საინტერესოა რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რა საკიდან იწყება ამ განათლების ცხოვრებისეული განათლების მიღება ადამიანის ზრდის პროცესში ჩამოყალიბების პროცესში ოჯახზე მინდა გკითხოთ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის მშობლების გარშემო მყოფი ადამიანების როლი ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში მისი უწმინდესობა შეგვახსენებს რომ ბავშვის აღზრდა იწყება მუცლადყოფნიდან როგორ იქცევა დედა, როგორ იქცევა мама, ეს იმპულსები ყველაფერი ბავშვზე აისახება. და რა გარემოშია იგი? სათნო გარემოშია თუ აგრესიულ გარემოში? ძალიან მნიშვნელოვანია, დიახ. თვით ბავშვი მიმღებია ყველა სიკეთისა და სამწუხაროდ ბოროტებისას, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს სწორ გარემოში მისი აღზრდა. მან უნდა იცოდეს მშობელმა არა მარტო უცხოენები უნდა ასწავლოს ბავშვად ჰუმანიტარული იქნება ტექნიკური განათლება მისცეს და მე ამის მომხრე ვარ რომ გაიაროს ეს იმიტომ ჩვენ გვჭირდება მაღალი დონის სპეციალისტები ყველაზე მთავარი აი როგორც ეძიებდით პირველად სასწავლო ღვთისასა მე თუ ჩემს შვილებს ვერ ვასწავლებ ესე იგი ვერ დავანახე მარადიულობა და მე თუ ვერ ხედავ ვერც იმათ ვერ დავანახე. მე თუ არ ლოცულობ, როგორ შეიძლება ჩემმა შვილმა ილოცოს? მე თუ არ მარხულობ, თან ეს იზოლებითი კი არის შენი მოთხოვნა. აი მაშინ ხარ გამარჯვებული, როდესაც ესე იგი ლოცვა გიხარია და მარხვა გიხარია. 4 იანვარზე მინდა მოგახსენოთ ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღე. ჩვენი პატრიარქი 93 წლის გაგვიხდება. ძალიან გვახარებს. ძალიან გვახარებს მისი დალოცვა, ძალიან გვახარებს მისი ყოფნა, მისი ჩვენდამი მომართვა. მე ვარ დარწმუნებული, რომ კვლავ გვახარებს შაშობაო ეპისტოლეთი და მინდა გავიხსენო მისი საოცარი ორი სიტყვა და შეუერთდე მას. საქართველო მიყვარხარ. პატრიარქის საოცარი სიტყვები. რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ხა ზეიმია ზომიერად, ეხაც მარხვის დროს უნდა დავიცვათ მარხვა, მისმა უწმინდესობამ ეს 31 პირველი რიცხვი გაახსნილა თევზით, ისიც ორშიც. და ხო და ზომიერად, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი სიხარული წინგველის შობის დღესასწაული და დამდეგ შობა ახალწელს გილოცავთ. ჩვენც დიდი სიყვარულით გილოცავთ. წინასწარ შობა ახალწელს მამაბიძინა, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ჩვენთან მობრძანებისთვის, სტუმრად დაგემშვიდობებით. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.